მოგესალმებით დღეს გასულ კვირას ვერ შევძელი ქალბატონი მარიამის გამო. ასე რომ გადამედო ერთი ჩვენი შეხვედრა და ძალიან ბედნიერი ვარ რომ დღეს შედგა. მარიამიც ესწრება. არ ვიცი ჩაერთვება თუ არა ჩვენ საუბარში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაინტერესებული არის. ლიზი ხალაძის შეკითხვით დავიწყოთ, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტს ეხება, როგორ შეგვიფასებდით, თუ გვეკითხება და აქვე გვწერს, რომ ხელისუფლება ჯერ ამტკიცებს, რომ ეს ეუთო deep state-ის გავლენის ქვეშ არის, მაგრამ ამავე დროს მის დოკუმენტს გაცილებით ფრთხილად ეპყრობა, ვიდრე ევროპარლამენტის რეზოლუციებს. Რო შეგვიფასოთ ეს დოკუმენტი და ხელისუფლების ეს დამოკიდებულება ხომ არ მიუთითებს, რომ თავად ძალიან სერიოზულად ეპყრობიან ეუთოს დასკვნებს, რადგანაც მას ძალიან დიდი წონა აქვს. წონა აქვს იმას, რომ ეს რეზოლუციები და ეს შეფასებები ჩვენი მოკავშირეებისგან, ჩვენი პარტნიორებისგან, რომლებიც იყვნენ ჩვენი პარტნიორები, უпростоრეთ არ იცვლება თითქმის 2 წელი გავა მალე და მათი შეფასებები მხოლოდ და მხოლოდ მძიმდება, იმიტომ რომ ხელისუფლება იმდენ ზომებს ღებულობს, რეპრესიულ ზომებს დღითი დღე, რომელიც ეხება პრაქტიკულად საზოგადოების ყველა სეგმენტს, რომ ეს არ შეიძლება რომ არ იყოს შემჩნეული და ყურადღების საგანი არ იყოს ჩვენი ყველა პარტნიორისგან. და ამიტომ არ ჩერდება და არ გაჩერდება ეს რეზოლუციები, ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის, ან ამერიკის შეფასებები იგივე იქნება და ხელისუფლება შიგადაშიგ ყველას deep state-ს ეძახის, მერე უნდა ვიღაცასთან რომ რაღაცნაირად ოდნავ დაალაგოს, მაგრამ დაალაგება მოითხოვს სერიოზულად რომ გადაიხედოს ყველა ეს გადაწყვეტილებები, რაც მიღებული არის, ამ სინდისის პატიმრების გამოშვების საკითხი, ყველა ის მოთხოვნები, რაც პრაქტიკულად ყოველ 6 თვეში ერთხელ ამ ორგანიზაციებს გამოაქვთ როგორც აუცილებელი ცვლილებები, რაც უნდა მიიღოს ამ ხელისუფლებამ. და არ შეიცვლება ეს რეზოლუციები, სანამ ეს არ მოხდება და ვინმესთვის გადაბრალება ამისი არ იქნება, იმიტომ რომ ყველაფერი არის შედეგი მთავრობის გადაწყვეტილებების, მთავრობის ქმედებების, მთავრობის მიღებული კანონმდებლების და იმ კანონების რეპრესიული ხარისხის და ხასიათის. თუ ხელისუფლება თვლის, რომ ლეგიტიმურ არჩევნებს ატარებს, ახლა უკვე არის მინიშნებები მის თაობაზე, რომ შეიძლება არ მოიწვიონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დამკვირვებლად. რას უმალავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს? თუ თვლიან, რომ ლეგიტიმურ არჩევნებს ატარებენ. ვინ თვლის? ხელისუფლება. თვლის კი. აქ თავარი საკითხი არ არის საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა თუ არ მონაწილეობა, ესენი დაუშვებენ თუ არ დაუშვებენ. თავარი საკითხი არის როგორ და როდის ჩაატარებენ ამ არჩევნებს და ჩვენი მზადყოფნა იმისთვის, რომ ეს არჩევნები წავართვათ. ის კი არა რომ ჩავატაროთ ჩვეულებრივად და რიგითი არჩევნებსავით, წავართვათ ეს არჩევნები, ამას უნდა ძალიან დიდი მზადება, ძალიან დიდი შეგნება იმისი, რომ ეს არის ჩვენი შანსი იმისთვის, რომ დავიბრუნოთ ეს ქვეყანა. და შეიძლება ასეთი შანსი ბევრი სხვა არ მოგვეცეს და ამიტომ სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს. კი ვიცით რომ ბოიკოტი ცუდი აღმოჩნდა და არ გაამართლა, თუმცა ასეთ ფონზე მონაწილეობითაც ვერ ვიზავთ ვერაფერს. შუაში ვართ გაჭედილები, რა უნდა იყოს გეგმა, თუ ეს ყველაფერი არ შეიცვალა და არ გაუმჯობესდა, მაინც უნდა მივიღოთ 2028 წლის არჩევნებში მონაწილეობა. როგორც ამ წუთას ვთქვი, ეს არ არის რიგითი არჩევნები, ამ არჩევნებში ალბათ არ უნდა ველოდოთ ამ რეჟიმისგან ძალიან დიდი ცვლილებები და მათ მიერ დაშვებული ახალი
დათმობები ვთქვათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა მოემზადოთ ბრძოლით არჩევნებისთვის და ბრძოლით არჩევნებს აქვს სულ სხვა დატვირთვა. ეს არ არის ის არჩევნები, სადაც ხან ერთი პარტია, ხან მეორე ცდილობს, რომ მის ირგვლივ მოაგროვოს მაქსიმალურად თავისი მხარდამჭერები. აქ უნდა იყოს სრული ერთობა საზოგადოების და მე არ ვლაპარაკობ იმ ძველ გაერთიანებას პოლიტიკურ პარტიების, რომელიც როგორც ჩანს ვერ შედგა და ალბათ ამ რეჟიმის ჩარევების გამო, ან თუნდაც იმის გამო, რომ ძალიან დიდი ნაწილი ამ პოლიტიკურ პარტიების ლიდერების ციხეში არიან დღეს და შეიძლება დაუმძიმდეს კიდევ მათ ეს სასჯელები, აუცილებელი არის, რომ საზოგადოებამ აიღოს თავის თავზე და მოამზადოს ის, რაც არის მისი მომავალი და ამ მომავალს უნდა მართლაც ბრძოლით წართმევა ამ რეჟიმისგან. არ შეიძლება რომ ჩვენ დაუთმოთ ქვეყანა და ჩვენ დაუთმოთ ყველაფერი ის და ყველაფერზე გავჩუმდეთ იმაზე, რაც ხდება ამ ქვეყანაში ყოველდღიურად, თუნდაც დღეს რაც ხდება, ის რომ ერთი მაგალითი არის გარემოვაჭრეებს, რასაც უშვებიან დღეს, რაც სხვათა შორის იყო ერთ-ერთი მცდელობა წინა რეჟიმისგან, ასევე ბევრ რამეში მაინც ერთმანეთს გვანან, მაგრამ არა ყველაფერში და ამაში არის ერთ-ერთი ძალიან მიუღებელი ფორმა, რომ ეს ყველაფერი კეთდება. შეიძლება საჭირო იყოს, რომ იერსახე ქალაქის რაღაცნაირად შეიცვალოს, მაგრამ ვართ მისული ამ დონეზე, რომ ეს იყოს ჩვენი დღევანდელი ყველაზე დიდი პრობლემა. ფიქრობთ ჩვენ იმაზე, ამ ადამიანებს რა მოუვათ და რანაირად შეძლებენ რომ თავი ირჩინონ. ფიქრობთ იმაზე, რომ ქალაქი საერთოდ არ არის მოწესრიგებული, ხან სანიაღვრეები, ხან ტროტუარები, სადაც გავლა პრაქტიკულად არ შეიძლება. კი აჯარიმებენ ხალხს, ვინც ვითომც ვიღაცას აჩერებენ ამ ტროტუარზე, მაგრამ ამ ტროტუარზე ჯობია გაჩერება, ვიდრე გავლა, რაც ბევრად უფრო საფრთხის მომცველი არის. ეს ყველაფერი არის ამ ქალაქის საფრთხეები და პრობლემები. არაფერს არ ვიტყვი აეროპორტზე, სადაც წვიმს, მეტროზე, სადაც წვიმს და თურმე ეს გარემოვაჭრეები გახდნენ დღევანდელი ქალაქის იერის მთავარი პრობლემა. და კიდევ ერთი ადამიანურობა. როგორ შეიძლება ასეთი რამეს გაკეთება, როცა საღამოს აფრთხილებ ადამიანებს მეორე დილისთვის? რა უნდა გააკეთონ? როგორ უნდა მოაგვარონ ეს აკრძალვები ჩვეულებრივ იმ ადამიანებმა, რომელსაც სხვა გამოსავალი, სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ? მე მგონი, რომ ცოტა უნდა დაფიქრდეს მერია. დიდი მზადება რას ნიშნავს საზოგადოების ერთობას? ხალხის მხარდაჭერა როგორ უნდა მოვიწყოთ საზოგადოებრივი ერთობისთვის? რას ნიშნავს ხალხის მხარდაჭერის მოპოვება? საზოგადოება არის ხალხი და საზოგადოება თვითონ ხედავს დღეს, რომ მისი მომავალი, მისი ქვეყანა, თავისი საკუთარი შვილების მომავალი არის ძალიან დიდ საფრთხეში. ჩვენ ხვალ ამოვჩდებით რუსეთის ერთ-ერთ პროვინციად და უკვე ვართ, ჩადით ბათუმში და ნახეთ იქ რა ხდება. მე არ ჩავდივარ, მაგრამ ვიცი ბევრისგან თუ რა მდგომარეობა არის და სად ქართველები როგორ ითვლებიან და რუსები როგორ ითვლებიან და რა ყურადღებით არიან ისინი და რა პრივილეგიებით ვიტყოდი. ეს არის ჩვენი ქვეყანა, სადაც ვიღაც რუსის ქალი გვეუბნება, რომ დაბრუნდით თქვენ ქვეყანაშიო ბათუმიდანო თუ როგორ, ანუ არც ჩემამდე არც მომდის ის, რაც ხდება დღეს ამ ქვეყანაში და საზოგადოება ამ ყველაფერს ხედავს. მე მგონი პარტიებიც, ახლა პრობლემა პარტიების სხვა არის და მე მგონი, როცა საზოგადოება თავის თავს და თავის ბრძოლას ძალიან კარგად დაინახავს, ასევე პოლიტიკური პარტიები დაინახავენ, რომ უნდა გაყვენ საზოგადოებას ამ შემთხვევაში. ეს არის ის გამონაკლისი, როცა პოლიტიკოსები უნდა გაყვნენ საზოგადოების დაკვეთას. საერთოდ ისე ითვლება, რომ პოლიტიკოსებმა უნდა წინსწრებით დაინახონ რა არის მომავალი, ხედვა კონდეთ და იმათმა წამოიყვანონ
საზოგადოება. დღევანდელ დღეს ჩვენ ვართ სხვა მდგომარეობაში და საზოგადოება არის ლოკომოტივი, საზოგადოება არის წამყვანი და საზოგადოება გადაარჩენს თავის თავს. სანდრო დარაცელია ფაქტობრივად ამ კითხვას აგრძელებს, უბრალოდ თქვენს პასუხს ასე გამოვიდა. თქვენ წამოაყენეთ საზოგადოებრივი პლატფორმის შექმნის იდეა. ეს პროდასავლური ამომრჩეველს კიდევ მეტად უფრო ფრაგმენტირებულს ხომ არ გახდის და რანაირად გამოვა, ანუ პოლიტიკურ პარტიების დღის წესრიგს უნდა გაემიჯნოს საზოგადოება, თუ არ მოსწონს მას ეს დღის წესრიგი? ვერ გავიგე. ძალიან ვართულებთ ამ ყველაფერს. არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც დღეს არ გააჩნიათ უნარი გაერთიანების, არ გააჩნიათ უნარი რომელიმე პარტიას, რომ მის ირგვლივ მოიპოვოს ის ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც საჭირო არის იმისთვის, რომ არჩევნებით ეს რეჟიმი გაუშვათ. ამიტომ არის ორი ვარიანტი. ერთი, რომ ყველა პარტიები გაერთიანდნენ და თვითონ მოიპოვონ თავიანთ თავში ეს ძალა, რომ გაერთიანდნენ და გაიყვანონ ეს რეჟიმი ამ სივრციდან, რაც როგორ ჩანს მე რაც ვცადე და ჩემი გამოცდილებიდან, ეს ჯერჯერობით ვერ ხდება. და ამ პარტიებმა უნდა დაიბრუნონ საზოგადოების ნდობა. იმისთვის, რომ დაიბრუნონ საზოგადოების ნდობა, საჭირო არის, რომ ერთხელ დათმონ, რაღაცა პერიოდისთვის დათმონ თავიანთი პარტიული ინტერესები, ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ. ქვეყნის ინტერესი არის ერთი, გადარჩენა არის, პარტიული ინტერესები არის სხვადასხვა და ეს ბუნებრივი არის, უნდა იყოს და მომავალი ეს იქნება, რომ იქნება მრავალპარტიულობა ამ ქვეყანაში. მაგრამ დღეს ამ შეჯიბრის, ვთქვათ, პარტიების შორის შეჯიბრის დრო არ არის და ვერ არის. იმიტომ რომ უნდა ყველა მოქალაქეები გაერთიანდნენ, როგორც გაერთიანდნენ თბილისის ქუჩებში რაღაც პერიოდში იმ კობახიძეს განაცხადის შემდგომ, უნდა გაერთიანდნენ არჩევნებში, არჩევნების დაცვისთვის და ბოლომდე თავიანთი ხმების დაცვისთვის ყველა საშუალებით. ნაირა სოსელია გეკითხება, როგორ უნდა მოხდეს ამ სუფთა რეპუტაციის მქონე პროფესიონალების და ახალგაზრდების შეკრება და მოზიდვა ამ პლატფორმაში, როდესაც პოლიტიკური ველი ასეთი პოლარიზებული და ტოქსიკურია, რომელიც გადაედო საზოგადოებასაც. ანუ ან გვინდა გადარჩენა, ან არ გვინდა გადარჩენა. თუ გვინდა გადარჩენა და მე ამაში ვარ ღრმად დარწმუნებული, ეს მოხდება. ეს მოხდება იმიტომ, რომ ორგანიზმი თვითონ ითხოვს იმას, რომ ჩემი გადარჩენის საშუალებები და ბერკეტები მომეცი და არ არის მრავალი საშუალება. არის ერთი და მხოლოდ ერთი და ჩვენ გერბში გვაქვს ესა. ერთობა არის ჩვენი გადარჩენის, როცა ყველაზე ურთულესი მომენტები იყო საქართველოს ისტორიაში, მაშინ იყო ერთობა. ისიც გვაქვს გავრილი ჩვენ ისტორიაში, რომ ძალიან ბევრი პერიოდები არის, როცა ერთმანეთს ვებრძოდით, ერთმანეთს ვქიშფობდით და იყო ეს გაუთავებელი ამბიციები და ასე შემდეგ. რაც ასევე ბუნებრივი არის და ასევე ცოცხალი ორგანიზმის მახასიათებელი არის. მაგრამ არის მომენტები, როცა ამ რაღაცა დავარქვათ კეკლუცობის დრო აღარ არის და უნდა ყველა გავერთიანდეთ და ასეთი გაერთიანების საშუალება და ძალა მხოლოდ საზოგადოებას გააჩნია, სხვა არავის. და საზოგადოება გამოაჩენს იმ ადამიანებს, რომელიც საჭირო იქნება იმ მომენტში და მხოლოდ იმ მომენტში. მერე შეიცვლება ეს ყველაფერი, წამოვა ახალი ძალები, ახალი სახეები და ასე შემდეგ. ეს არის ბუნებრივი პროცესი, მაგრამ დღეს არის საგანგაშო მდგომარეობა გადარჩენის, არ გადარჩენის რუსეთის თუ ევროპის, რუსეთის თუ საქართველოსი უпростоრეთ. იმიტომ რომ დღეს რაღაცებს ზღაპრებს გვიყვებიან, რომ რუსეთი შვიდობა არის და რუსეთი ჩვენ სუვერენიტეტს აღიარებს. რა ზღაპრები არის და ვის ჯერა ამ ზღაპრების სად დაინახეთ, რომ რუსეთი ჩვენ გვაღიარებს? ხო, რაღაცებს აწერდა ხელს მთელი მისი ისტორიის მანძილზე, რომ იმას აღიარებს, ამას აღიარებს და როგორც
20 წელს გვაღიარა და 21 წლის თებერვალში შემოგვივარდა სამივე საზღვრიდან. ეს არის აღიარება სუვერენიტეტის, მე არ ვიცი თუ ეს არის რუსეთის ფორმა, როცა აღიარებს ჩვენ ეკლესიას და ავტოკეფალიას და მეორე დღეს აუქმებს ავტოკეფალიას, აუქმებს ეკლესიებს, აპატიმრებს ღვლებს და ასე შემდეგ. Რამდენადე უნდა გაგრძელდეს შიდა დაპირისპირება, ვინ უნდა მოვიდეს ნამდვილი პატრიოტი? დიახ, და ძალიან ბევრი არის ამ ქვეყანაში ნამდვილი პატრიოტი. ჩვენ რომ ვერ ვხედავთ და რომ პოლიტიკური სივრცე არის დაკავებული ერთ და იგივე ადამიანებისგან ძალიან დიდი ხანი არის უკვე და ძალიან ბევრი ძალიან პატრიოტი ადამიანი არის გვერდზე გაწეული. თვლის რომ მისი ადგილი არ არის ამ პოლიტიკურ სივრცეში და მე რასაც ვამბობ არის ის რომ დღეს არის სწორედ თქვენი დრო, თქვენი ადგილი და თქვენ არა გაქვთ უფლება რომ გვერდზე გაიწიოთ და თქვათ რომ აი რაც იქნება მე რა შემიძლია. დიახაც თქვენ შეგიძლიათ და ყველას ერთად შეგვიძლია. მე პირადად ვთვლი რომ შემიძლია, მაგრამ შემიძლია მხოლოდ თქვენთან ერთად და არა მარტო. და აღარ გვჭირდება რაღაცა მარტო ლიდერები და ერთი ლიდერი, რომელიც გადაგვარჩენს და მესია, რომელიც ჩამოფრინდება თეთრ ცხენზე და გადაგვარჩენს. არა, ჩვენ თუ ვერ მოვნახავთ ჩვენში ამ სოლიდარობის, ერთობის ერთმანეთის გაგების ძალას, მაშინ არა ვართ ღირსი ამ ქვეყნის და ესეც უნდა შევიგნოთ. კოტეყიფიანი გეკითხება, ბოლო დროს თქვენს მიმართ კრიტიკა და თავდასხმები ერთდროულად ხორციელდება, როგორც ქართული ოცნებისგან, ისე ნაციონალური მოძრაობისგან. და თქვენი აზრით, რა არის ამისი მთავარი მიზანი, რატომ მოექეცით ორივე პოლუსისათვის საერთო სამიზნედ, მთავარ სამიზნედ? ალბათ ბუნებრივი მომენტი არის, ძალიან ლოგიკური, იმიტომ რომ ერთგვარად თუმცა მე არ მინდა რომ გავაიგივეო ეს ორი ძალა, მაგრამ ძალიან ბუნებრივად ჩანს რომ ერთი მეორეზე არის რაღაცნაირად დამოკიდებული. ქართული ოცნება, იმიტომ რომ აშენა თავისი ყველაფერი და რაღა დარჩა დღეს მხოლოდ შიში ნაცების დაბრუნების, რაც ჯერ კიდევ ნაწილ საზოგადოებაში არის საკმაოდ ძლიერი და ეს არის მისი ერთადერთი საყრდენი. სხვა საყრდენი ქართულ ოცნებას არც იდეოლოგია, არც პოპულარიზაცია, არც რამე კონკრეტული პროგრესული ნაბიჯები გადადგმული არაფერი არ აქვს გაკეთებული იმისთვის რომ მოიპოვოს ვინმესი რომელიმე სეგმენტის მხარდაჭერა. არა, ეს არის შიში, ერთის მხრივ შიშს ავსელებს ადამიანებში რომ თქვენც გახდებით რეპრესიის საგანი და თუ არა გეშინოდეთ იმისი რომ ნაცები დაბრუნდებიან. და ნაციონალ მოძრაობას ის აქვს რომ არ უნდა რომ ვინმე ეს ამას ვეღარ შეეგუა რომ რამე ძალა გაჩნდეს, რომელიც დაიკავებს მთავარ ოპოზიციურ ადგილს ამ ქვეყანაში, ამითი სარგებლობდა აქამდე და უნდა რომ ისარგებლოს მუდამ. ერთს უნდა მუდამ ძალაუფლებაში ყოფნა, მეორეს უნდა მუდამ ოპოზიციის რაღაცა წინამძღოლად ყოფნა. დამთავრდა ეს დრო, დამთავრდა ორივე რეჟიმი, ორივე დამთავრდება ძალიან სწრაფად. და ამათ ადგილას მე კი არ მოვდივარ, რაც უნდა თავს დამესხმან, მოდის საზოგადოება, რომელშიდაც მე მექნება ჩემი როლი და ძალიან ბევრ ადამიანს და ძალიან ბევრ ალბათ პოლიტიკოსს ექნება როლი, მაგრამ ეს იქნება მთავარი ძალა იქნება საზოგადოება. თქვენზე თავდასხმები ხომ არ ემსახურებაო ქოცურ ნაცური პოლიტიკური დღის წესრიგის შემოტანას, რომ მხოლოდ და მხოლოდ ისევე შენარჩუნდეს ორპოლუსიანი პოლიტიკური დღის წესრიგი. აბა რა ვთქვი ახლა? მანუშინ და გორიძემ დაგასწროთ ეს კითხვა. თუ მე დავასწარი. თქვენ დაასწარეთ პასუხი. გოგა კილასონიას კითხვა, ხშირად გვესმის ფრაზა, როცა რაღაცა სოციალურს ვაპროტესტებთ, რომ ახლა ამის დრო არ არის. თქვენი აზრით, როდის არის ამის დრო და მოვა თუ არა ოდესმე ქართულ საზოგადოებაში ამ ასეთი პროტესტის დრო?
ყველაფრის დრო არის, ეხლა მე ვისაუბრე ეხლა გარემოვაჭრეებზე და ყველაფერზე შეიძლება საუბარი თელავში რაც მოხდა, რომელიც არის უდაოდ იმ გადაწყვეტილებების შედეგი, კიდევ წინა რეჟიმის ნაწილობრივ, მაგრამ ასევე და შეიძლება უფრო ბევრად მეტად დღევანდელი რეჟიმის, ის რაც ხდება იქა აეროპორტში და ანუ აღარ გავიმეორებ ყველა მიმართულებით იმერეთს რაც მოუვიდა და რაც შეიძლება კიდევ მოუვა ეს ყველაფერი და ყველაფერი არის ის საკითხი რომელიც დღეს ღირს რომ ამაზე ვისაუბროთ, იმიტომ ეს არის ყველაფერი არის ის რაც ჩვენ ქვეყანას ურტყამს რეალურად არ არის მიმართულება რომელშიდაც დღეს ეს ქვეყანა თავის საფეხურზე დგას. ყველაფერში ვართ უკან წაწეული, ყველაფერში ვიღაცა გვასწრებს, არც ერთი დარგი არ არის განვითარებული. ხვალ გადაწყვიტეს ეს პატარა მაგალითი არის, მაგრამ დოქების გაუქმება. და ეს დოქები არის ერთ-ერთი მე პირადად მაგალითად როცა დაიდგა ეს დოქები არ მომწონდა. როგორც ალბათ ბევრი რიყეზე, მაგრამ ნელ-ნელა რაღაცა თვალიც ეჩვევა და იმის შესაძლებლობები, რაც იყო ჩადებული ამ დოქებში და რაც შეიძლება ყოფილიყო რაღაც განვითარების საშუალება, იმის მაგივრად, რომ ეს გამოვიყენოთ, ნგრევის რეჟიმი არის, ის დავშალოთ, ის არ გამოვიყენოთ ქუთაისის პარლამენტი, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცა მიშას ნიშანი არის. მერე რა, რაც კარგი გაკეთდა მიშას დროს, რატომ უნდა დაინგრეს? ეს ხო ქვეყნის არის და არა მიშასი. ესეც ვეღარ გავიგეთ. რომ არაფერი არ ეკუთვნის, ყოველთვის ძალიან ნერვებს მიშლის იმას, როცა ხედავ, რომ უცებ რაღაც ღონისძიებაზე, რაღაც კონცერტზე კულტურის მინისტრს პიროვნულად მადლობას ეუბნებიან. რა შუაში არის? ბიუჯეტი არის და ეს არის ქვეყნის. ქვეყნის დახარჯული თანხა, თქვენი თანხები დახარჯული და ამ შემთხვევაში ამ რიყეს დოქებზე თქვენი ხარჯი არის. თქვენ გადაიხადეთ თავის დროზე ძალიან ცნობილი იტალიელი არქიტექტორის ეს შენობის აშენება, რომელმაც სხვათა შორის თბილისი დააყენა რაღაც გარკვეულ არქიტექტურულ რუკებზე. თქვენ გადაიხადეთ და თქვენ დღეს გადაიხდით, იმიტომ ეს ძალიან ძვირად დაჯდება, გადაიხდით ამის დანგრევას. როცა არსებობდა ადამიანები, მე პირადად ვიცი და თბილისის მერმაც კარგად იცის, იმიტომ რომ ამ საქმეში იყო ჩართული და უარი თქვა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ, რომ სერიოზული უცხოური ინვესტიცია ჩაედოთ ამ დოქებში და იქ გამართულიყო თანამედროვე ხელოვნების გალერეაც, თანამედროვე რაღაცა ახალი სტილის რესტორნები, ღვინის მუზეუმზეც იყო საუბარი. ეს ყველაფერი არ გვაინტერესებს, იმიტომ რომ რაღაცნაირად მიშას სახელთან არის დაიგივებული ეს დოქები. ეს არის რაღაცა ბავშვური, აბსურდული და ძალიან ძვირად ღირებული რაღაც სიამოვნება ამ რეჟიმის. ანზორ აფხაზავას კითხვა. თქვენ მიმდინარე პოლიტიკურ რეალობას დიქტატურის საბოლოო სტადიას უწოდებთ ხოლმე და სახელმწიფოს ნანგრევებად აქცევსო ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ. თუ კი ინსტიტუტები სრულად არის მიტაცებული, რა ბერკეტი გრჩება ჩვენ მოქალაქეებს და საზოგადოებას და თქვენ როგორც ლიდერს ამ პროცესების შესაჩერებლად? არჩევნების ჩატარება ჩვენი დაცულობით, ჩვენი ერთიანობით, ჩვენი ბრძოლით და არჩევნების დაცვა ყველა ადგილას, ყველა უბანზე. ეს არ არის მარტივი საქმე, ეს არ არის კიდევ ერთხელ არ იქნება ეს რიგითი არჩევნები. ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, უნდა გამოვცალოთ ამ რეჟიმს, გამოვცალოთ მისი ბერკეტები და ერთ-ერთი ფორმა, ჩემთვის მე ვერ ვხედავ სხვა ფორმას, არის არჩევნები, მაგრამ ამ არჩევნებს ხელიდან აღარ გავუშვებთ. ლევან გვარაძე ამ თემას აგრძელებს, თუ ხელისუფლება არ შეცვლის არჩევნების წესს, თქვენი იდეა საზოგადოებრივი პლატფორმის ჩამოყალიბებაზე ისევ აზრიანი რჩება
და არჩევნებში მონაწილეობა ისევ ძალაში? რაღა ვერ გავიგეთ, რომ ეს რეჟიმი აღარ დათმობს არაფერს. არ დათმობს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა პირობებში მოგვიწევს ბრძოლა. ეს იქნება შვიდობიანი ბრძოლა, მაგრამ იქნება ბრძოლა. სხვა გამოსავალი არ არის. უბრძოლველად ვერ დავიბრუნებთ სამშობლოს, როგორც ამბობს ცნობილი სიმღერა. რაც ჩვენი უმსხვილესი სტრატეგიული პარტნიორები უკვე უმაღლეს დონეზე გთხოვენ რეპრესიების შეწყვეტას. ხელისუფლების პასუხი კი მხოლოდ იგნორია. კიდევ რა ბერკეტი დარჩა ქართულ ხალხს ამ ტოტალური იზოლაციიდან გამოსასვლელად? ქართული ხალხი არ არის იზოლირებული, არანაირად, პირიქით, ყველა რეზოლუცია, ყველა განცხადება გუშინ წინ, რამოდენიმე დღის წინ იყო მაგალითად ავსტრიის საგარეო მინისტრი, რომელმაც ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა, რომ ვის უჭერს მხარს ევროკავშირი, თვით ავსტრია და ვის არ უჭერს მხარს და ეს არის დღევანდელი მდგომარეობა, რასაც ეს რეჟიმი თანებრძვის, თან არ იცის რა გაუკეთოს, თან ხან deep state-ს ეძახის ერთს, მეორეს, მესამეს, მეოთხე დღეს აგზავნის ბარიკა ბოჭორიშვილს სადღაც რაღაცა მესაჟით, მერე ბრუნდება არაფრით ხელში, მერე ისევე deep state-ი ყველას ვლანძღავთ და მერე კიდევ რაღაცა და ეს მიყვება ერთგვარად პუტინის მარცხსაც, როცა ძალიან უტევენ უკრაინელები და უფრო უტევენ, აქ ჩნდება რაღაცა უხერხულობა ამ რეჟიმის წარმომადგენლებში და ცდილობენ შეიძლება თუ არა რომ რაღაცა ისე დავალაგოთ რომ არაფერი არ დავთმოთ და ეს რაღაცა მითი რომ შეიძლება შენი ურთიერთობები შენ პარტნიორებთან რომელმაც მართლა ყველაფერი გააკეთეს ამ წლების მანძილზე რომ შენი ქვეყანა შენ ქვეყნის განვითარებაში დაგეხმარონ რომ იმათ ლანძღო და რაღაცა ერთი წუთით შეჩერდე და ფიქრობდე რომ ამითი მხოლოდ დაიმსახურებ რაღაცა მათ მხრიდან ნეიტრალობას ან რაღაცა ნორმალიზაციას რაც ქვია ან business as usual რაც ქვია არ ხდება ეს ასე დღევანდელ მსოფლიოში უკვე ყველაფერი იცის ყველაფერზე საუბრობს და ვხედავთ ამ სხვადასხვა რეზოლუციებში თქვენ დაიწყეთ ამ ეუთოს ბოლო რეზოლუციით ვხედავთ თუ რამდენად კარგად იცნობენ ჩვენ შიდა ვითარებას და ამითი ეს რეჟიმი ვერ მონახავს გარეთ ვერანაირი დახმარებას. თუ ვინმე მონახავს დახმარებას, მონახავს საზოგადოება, ოღონდ საზოგადოება უნდა იყოს თავის გადარჩენაში ჩართული. ჩვენ თუ ვიქნებით პასიური და ამითი არის ეს პროტესტი რუსთაველზე, ესოდენ ძლიერი, რომ ის ასახავს რეალურად ამ საზოგადოების წინააღმდეგობას, მუდმივ წინააღმდეგობას, ეს რომ არ იყოს ჩვენი პარტნიორებიც ჩათვლიდნენ ალბათ რომ ეს საზოგადოება ძალიან პასიურია, შეგუებულია და ჩვენ რანაირად გარედან ჩვენი ვალი არ არის ის რომ ჩვენ გარედან შევცვალოთ მდგომარეობა. მაგრამ მხარდაჭერა საზოგადოებისთვის თუ საზოგადოება არ იქნება პასიური თუ საზოგადოება თავს დაიცავს არის და იქნება, იმიტომ ეს არის ის რასაც გვიმეორებენ პრაქტიკულად ყოველ დღე. ხელისუფლება დგას და ევროპულ წესებს შანტაჟს უწოდებს. საერთოდ შესაძლებელია დიალოგით რაიმე შეცვლა თუ უკვე იმ ზღვარზე ვართ, სადაც მხოლოდ ხალხის ხმას აქვს ძალა. მხოლოდ ხალხის ხმას აქვს ძალა და ძალიან დიდი ძალა, ძალიან დიდი. ალექსანდრე ჟავიას კითხვა რომ ქვეყნიდან შრომის უნარიანი და განათლებული ახალგაზრდობის გადინებამ განსაკუთრებით ევროპასა და ამერიკაში კატასტროფული მასშტაბები მიიღო, როგორ ვაპირებთ რომ ხელისუფლების შეცვლის მერე შევაჩეროთ ეს დემოგრაფიული დაცლა? ერის მე ვიცხოვრე ძალიან დიდხანს უცხოეთში და ვიცი კარგად სხვადასხვა ქვეყნებში როგორი არის ჩვენი ემიგრაცია. ძალიან ბევრი არის წასული, იმიტომ რომ აქ არანაირი
პერსპექტივა, არანაირი დასაქმების პერსპექტივა არ არსებობდა და არ არსებობს და უარესდება ეს მდგომარეობა, მაგრამ არანაირი სურვილი, შინაგანი სურვილი, როგორც სხვა ერებში და სხვა ქვეყნებში ზოგჯერ არსებობს, რომ მინდა წავიდე და დავივიწყო ეს ქვეყანა და არაფერი, მაგრამ ჩვენთან უმრავლესობა არის სხვანაირად განწყობილი და უმრავლესობას ძალიან უნდა დაბრუნება. ამისი ნიშანი არის ის ბინები, რაც იყიდება საქართველოში და რაც ხშირად ჩვენი ემიგრანტების თავიანთი იქაური შრომით არის ნაყიდი, რომ კონდეთ ადგილი, სადაც სამომავლოდ დასაბრუნებელი ადგილი ექნებათ. ამიტომ მე ეჭვია მაქვს და მით უმეტეს ვისაუბრებ იმ სტუდენტებზე, რომლებიც იქ სწავლობენ, შემდეგ შეიძლება რჩებიან იმისთვის, რომ პროფესიულად განვითარდნენ. მათი ძალიან დიდი სურვილი არის, უმრავლესობის კიდევ ერთხელ ახლა მე კერძოდ პიროვნებებზე არ ვსაუბრობ, მაგრამ უმრავლესობის განწყობა არის, რომ მე მინდა ჩემ ქვეყანას გამოვადგე, ამიტომ ვსწავლობ და მე ძალიან ბევრთან მქონდა ურთიერთობა, ბევრს უწერდი რეკომენდაციებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში და განწყობა არის ასეთი, რომ მე მივდივარ იმისთვის, რომ მივიღო განათლება უფრო სრულყოფილი ვიდრე და ეს გაგრძელდება, იმიტომ რასაც ვხედავ დღეს განათლების რეფორმის კუთხით, გაგრძელდება და კიდევ გაძლიერდება მათი გადინება, თუ ამას არ შევცვლით ძალიან სწრაფად, მაგრამ მათი სურვილი არის, რომ მე გავიდე, ვისწავლო, მივიღო ის გამოცდილება, მე თუ შესაძლებელი იქნა პროფესიული გამოცდილებაც და მე ეს ყველაფერი მოვახმარო ამ ქვეყანას. როგორც მე რამდენი წლის მერე ამაზე ვფიქრობდი და ბოლოს მოვახმარე, როგორც შევძელი. ვიღაცა იტყვის, რომ რაში და არაფერშიო, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის, ჩემი გაგებით და რაღაცა ის ყველაფერი, რაც დავაგროვე 40 წლის მანძილზე საფრანგეთში და იმ სხვა ქვეყნებში, სადაც მონაწილეობდი იმ დიპლომატიურ სამსახურით, მე მგონი, რომ ის მოვახმარე ამ ქვეყანას, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი და შემდგომ როგორც პრეზიდენტი, იმიტომ რომ გარე მიღებული გამოცდილება სხვა კუთხით უყურებ ქვეყანას და შეიძლება ისეთ რაღაცეებს ხედავდე და ისეთ რაღაცეებს სწიდე, რომელსაც ვერ გაიგებდი და ვერ გააკეთებდი, თუ არ დაინახე სხვანაირად, როცა შიგ ხარ ჩაფლული და ამიტომ ძალიან დიდი ადამიანური რესურსი გვაქვს გარეთ, მაგრამ იმ რესურსის ჩამოყვანა, გამოყენება ჩვენზე არის დამოკიდებული. და ეს არ ეხება მხოლოდ ვთქვათ იმ დიპლომიან ხალხს, ადამიანებს, სტუდენტებს, რომლაც მიიღეს იქა მაღალი განათლება უნივერსიტეტებში. ეს ეხება ჩვეულებრივ ემიგრანტებს. მე სულ ამაზე მქონდა აქცენტი ადრე, რომ მაგალითად წყალტუბოს განვითარება, ჩვენ ამას თუ ხელს მოვკიდებდით და ამაზე სულ იყო საუბარი, მაგრამ არაფერი არ გაკეთდა და ბოლოს ვყიდით უცხოელებზე, როგორც ყოველთვის, იყო ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება, რომ ჩვენ ჩამოგვეყვანა ის ქალები, რომლებიც მუშაობენ საზღვარგარეთ და იქ ღებულობენ სწორედ მოვლის, ჯანდაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილებას და ბევრი არიან სხვათა შორის ქუთაისიდან, ხანშესულ ადამიანებს უვლიან და ბავშვებს უვლიან და ამ გამოცდილების ქვეყანაში გამოყენება იქნებოდა ძალიან სასარგებლო და ძალიან საჭირო, თუ კი გვექნებოდა განვითარებული, აყვავებული წყალტუბო. რას ნიშნავს ევროპული განათლება? რას ნიშნავს ევროპული განათლება თუ არა განათლება? განათლება არის მნიშვნელოვანი. ჩვენთან დღეს განათლება ესმით, როგორც ახალი ფორმა და ახალი ყდა წიგნზე. და განათლება არის ყველაფერი. არის იმ გამოცდილების მიღება, ურთიერთობების გამოცდილების მიღება, არა მხოლოდ წიგნიური განათლება, მაგრამ ყველაფერი ის დანარჩენი, რაც ქმნის მოქალაქეს და ჩვენ მოქალაქეს არ ვზრდით. შეიძლება გვყავდეს
რაღაც დარგების სპეციალისტები ნაკლები და ნაკლები. იმიტომ როგორც ვხედავთ, გეოლოგები პრაქტიკულად აღარ გვყავს. ყველა ის დარგი, რაც გვჭირდება ქვეყანაში რეალურად, ნაკლები და ნაკლები გვყავს. და არაფერს არ ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროფესიული განათლება დავაბრუნოთ. მაგრამ განათლება არის ბევრად მეტი და ჩვენ გვჭირდება ამ საზოგადოებას ჭირდება სწორედ რომ დაუბრუნდეს იმას, რაც იყო ამ ქვეყნის დამახასიათებელი ნიშანი, ანუ განათლებული ადამიანები. ამითი ვამაყობდით, დღეს ვეღარ ვამაყობთ. თუ არა საზღვარგარეთ, სადაც გადიან და იქ ღებულობენ სტიპენდიებს, მაღალ დაფასებას და ასე შემდეგ. თქვენი აზრით, მთავრობის შეცვლის შემდეგ რამდენად სწრაფად გავწევრიანდებით ევროკავშირში? გაწევრიანებაზე ვერ გეტყვით, იმიტომ ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული და ნაკლებად მნიშვნელოვანი არის რეალურად. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად და თუ შევასრულეთ ის, რაც არის სამოქმედო გეგმა, რაც წერია ქართულ ქარტიაში, რომელიც ყველას უნდა რომ დაივიწყოს, იმიტომ რომ არ ვიცი რატომ არავის არ აწყობს, რომ აღიაროს, რომ იქ წერია, რა კანონები უნდა გაუქმდეს. იქ წერია, რა უნდა ნაბიჯები იყოს პირველი სასამართლოს გამოსწორებისთვის. ეს ნაბიჯები თუ გადაიდგა ძალიან სწრაფად დაუბრუნდებით იმ პირვანდელ მდგომარეობას, სადაც ვიყავით მისული, როცა ჩვენ მოგვანიჭეს კანდიდატურა. და აქედან უკვე ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება. დღეს აღარა ჩვენ, როგორც ვიყავით მაშინ, მაგრამ დღეს უკრაინა არის ლოკომოტივა. და ამ ლოკომოტივას გავყვებით და ძალიან სწრაფად განვითარდება ეს მოვლენები. მაგრამ ყველაფერი არის ჩვენზე დამოკიდებული, რომ ჩვენ ვთქვათ და გავიმეოროთ, რომ ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა, რომ ვუთხრათ ჩვენ პარტნიორებს, რომ გაგვაჩნია სამოქმედო გეგმა და ამ გეგმის შესრულების სწრაფ ტემპით ასევე უნარი გაგვაჩნია. ქოინი გამოწეს ტიკტოკზე. კოინი რა არის? ქოინს როდესაც გიყავენ, რაღაც რაოდენობის თანხა გერიცხებათ. დიდი მადლობა. ძალიან გვჭირდება ეს ყველაფერი, სხვათა შორის, იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდეთ და გავაგრძელოთ ეს ძალიან საინტერესო ურთიერთობა თქვენთან. TikTok-ზე გვიწერენ ასევე ქართულ ქარტიაზე, რომ ვერ დაივიწყებენ, ყველა პარტიას აქვს ხელი მასზე მოწერილი. ახლა ხელის მოწერა რო იყოს ნიშანი იმისი, რომ არავინ არ ივიწყებს, არ დავიწყებაში მე გულისხმობ იმას, რომ ამაზე უნდა ვსაუბრობდეთ ყოველდღიურად. ყველა იმ პარტიამ, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი, უნდა ამაზე საუბრობდეს, იმიტომ ეს არის ის, რაც საზოგადოებას სწორედ დაუბრუნებს იმედს და შემართებას, იმიტომ იქ ჩანს, რომ არის გეგმა. ყოველთვის რომ ჟურნალისტები რო სვამენ კითხვას, გეგმა რა გაქვს, გეგმა აგერ არის. ამ გეგმამდე მისვლა არის საჭირო და ამ გეგმამდე მისვლა ხდება საბრძოლო არჩევნებით. მეტი რა გინდათ, სხვა რა გეგმა გინდათ კიდე? ქვეყანაში სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტები ყოველთვის იყო ხალხისთვის ძალიან სენსიტიური და რას ფიქრობთ ანაკლიის სპორტის მშენებლობაზე, რომელიც ახლა უკვე სახელმწიფო მითავა. როგორ აისახება ეს გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე? საერთოდ ის, რომ სტრატეგიული ობიექტები იყოს სახელმწიფოს ხელში, უმრავლესობა პაკეტის იყოს სახელმწიფოს ხელში, გასაგები არის, როცა ლაპარაკი არის სტრატეგიაზე და დაცვაზე იმ სტრატეგიულ ობიექტების. მაგრამ რაც ეხება იმას, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ მთავარი ინვესტორი, ეს უკვე ცოტა უცნაური არის იმ პირობებში, რომელშიც ვიმყოფებით, სადაც რეალურად თუ კი გადავხედავთ, რას აკეთებს ეს რეჟიმი ყოველდღიურად, რომ ახალ ჯარიმებს ნიშნავს და ცდილობს ყველა კუთხით რაღაცა ახალი რესურსები მოიპოვოს ხალხისგან და იმისი პრეტენზია აქვს, რომ ჩადოს ის ინვესტიცია, რომელიც ჭირდება ასეთი პორტის განვითარებას, ცოტა არ ჯდება იმაში. მე მგონი ჯერჯერობით მაინც უფრო მითია და მე ვიტყოდი, რომ ანაკლია რომ ამოქმედდეს,
აუცილებელი არის რომ იქ იყოს ჩვენი პარტნიორების ინვესტიციები. ეს იყო ის რაც დაგვაკლდა თავის დროზე, რატომ და როგორ იყო ამაში ახლა არ ჩავერთვები, მაგრამ ეს აუცილებელი არის იმის უსაფრთხოების დაცვისთვის. ეხლა თუ ანაკლიაში მხოლოდ საქართველოს იქნება და ვიღაცა წვრილ-წვრილა სხვა ქვეყნები, ხო წარმოგვიდგენია რუსეთთან ანაკლია სპორტი და გვერდით მათი მცდელობა რომ ოჩამჩირეში ააშენონ კიდევ ახალი სამხედრო ბაზა, რასაც ალბათ ვერ შეძლებენ. მაგრამ ჯერჯერობით მითი არის ანაკლია, რომელსაც თავზე ირგვებს ეს რეჟიმი, მაგრამ სამომავლოდ საჭირო არის, აუცილებელი არის, მაგრამ იმ პირობებით და იმ ფორმით, რომელიც ესატყვისება ჩვენ ქვეყნის ინტერესებს. მართას ისაურის შეკითხვა საქართველოს მთაში, მთიან რეგიონებში, საზღვრისპირა სოფლებში დასაქმების ერთადერთი შესაძლებლობა იყო სასაზღვრო პოლიცია. ხევსურები დღეს, რომლებიც სასაზღვრო პოლიციაში დაარსების დღიდან მესაზღვროებად მუშაობდნენ, სამსახურიდან ერთ-მეორის მიყოლებით გაუშვეს. რატომ ექცევა სახელმწიფო საკუთარ ხალხს ასე ხომ დაიცლება სოფელიც და ის ხალხის დაკარგავს ყველანაირ შემოსავალს. ეს არის ზუსტად ამ რეჟიმის ან მიზანი, ან დაკვეთა რუსეთიდან, რომ ეს ჩვენი მთის საზღვრები იყოს დაუცველი, რომ ცოცხალი განმოსვლები უფრო ადვილი იყოს ამ მთის რეგიონში, სადაც პრაქტიკულად უკვე დაცლილი არის, ანუ ძალიან რთული არის იქაური მსოფლების დღევანდელი ყოფა, არც სკოლაში პრაქტიკულად ბავშვები აღარ დადიან, სამსახურის საშუალება პრაქტიკულად არ არსებობს და თქვენ რაც ახსენეთ, არის კიდევ ერთი დარტყმა სწორედ ამ სოფლებზე. ადრე იყო ეს პროგრამა რენჯერების, რომელიც ასევე დაიშალა და აღარ მოქმედებს, რომელიც იყო ერთ-ერთი ფორმა, როგორ შეიძლებოდა არასამხედრო კუთხით, არასამხედროებით, მაგრამ არასამხედროებით ვთქვათ, დაცული ყოფილიყო მაინც ჩვენი საზღვრების სხვადასხვა მონაკვეთები. ძალიან რთული არის ჩვენი საზღვრის დაცვა და იმის მაგივრად, რომ ეს იყოს პრიორიტეტი, პირიქით ჩანს, რომ ყველაფერი იკეთდება იმისთვის, რომ ნაკლები და ნაკლები ყურადღება იყოს ამ მიმართულებით და ნელ-ნელა თავისით დაიცალოს მთა. კიდევ ერთხელ ეს არის საუკუნოვანი რუსეთის მიზანი. ოპონენტების 13 წლიანი განაჩენებით დასჯახონ პირდაპირ პოლიტიკური ტერორია. ქალბატონო სალომე რეალურად სათქა გადიზღვარი ამ რეჟიმსა და სრულ ავტორიტარიზმის შორის. არსად. ეს არის ყველაზე ნათელი ნიშანი იმისი, იმიტომ რომ აქ არანაირი განაჩენი არ არის სერიოზული, არანაირი დანაშაული არ არის სერიოზული. ეხლა პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს შეიძლება ბევრი რამე დაუწუნოთ, მაგრამ ის რომ ჩავთვალოთ, რომ ესენი არიან ან ტერორისტები, ან ქვეყნის გადამტრიალებელი, ძალიან ძნელი არის და სხვათაშორის ძალიან საინტერესო არის, რომ 4 ოქტომბერს თუ დაუბრუნდებით, ერთის მხრივ აბრალებენ ადამიანებს, რომ თქვენ გინდოდათ რაღაცა გადატრიალება რეჟიმის და იმისი ამას აბრალებენ და ვინ საპროცესოზე მიდის და ვინც ამბობს რომ ვაღიარებ, ესე იგი მართლა მინდოდაო ვითომც იმათ უშვებენ საპროცესოთი. ესე იგი ლოგიკა ამაში არც არ არის და არც უნდა იყოს, იმიტომ ეს არის სუფთა წყლის რეპრესია, პოლიტიკური რეპრესია, რომელიც ცდილობს რომ ყველა დააშინოს. პირველ რიგში პოლიტიკურ პარტიების ლიდერები, მათი პარტიების წევრები, მაგრამ დანარჩენი საზოგადოება ასევე, რომ ყველგან გავრცელდეს შიში, მაგრამ ესეც ამასაც ვერ აკეთებენ ბოლომდე, იმიტომ რეალურად დღეს თუ გადავხედავთ, შიში არის მათ მხარეს, იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც ძალიან დიდი თანხები აქვთ მოპარული, მოგროვილი ამ პერიოდში და იციან დღეს უკვე ხვდებიან, რომ ნებისმიერს შეიძლება ხვალ წართვან ყველაფერი, დააბრუნებინონ ეს თანხები და ჩასვან ციხეში იმ დღეს და იმ დროს, როცა თლათუმფროსი
გადაწყვეტს, რომ აღარ მოწონს ეს ადამიანი და უნდა აჩვენოს, ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი ბატონი. და ეს შიში ოპოზიციაში, პოლიტიკურ ოპოზიციაში თუ ოპოზიციურ საზოგადოებაში უკვე აღარ არსებობს. TikTok-ზე მაყურებლები გვიწერენ, რომ უყვარხართ ძალიან. TikTok-ს ვუყვარ ვარ. ამ დადებითი ნოტით დავასრულოთ მაშინ ჩვენ ამოვწურეთ კითხვები დღეისათვის სულ ეს იყო დიდი მადლობა მადლობთ მომავალ კვირამდე.